რუსთავის უკეთესი მომავალი და ქალაქის განვითარების გეგმები. ამ თემებზე ისაუბრა მოქმედმა მერმა და ამასთანავე მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან, რომელთაც საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად ხდება. მე-14 მიკრორაიონის რეაბილიტირებულ სკვერში ნინო ლაცაბიძის რუსთაველებთან შეხვედრას პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდა. რუსთავის ქართული ოცნების გუნდმა დავიწყეთ წინასაარჩევნო შეხვედრები მოსახლეობასთან. ჩვენ შეხვედრებზე გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გაგრძელდეს ქალაქის განვითარება. ეს შეხვედრები გულისხმობს მოსახლეობის ძალიან აქტიურ ჩართულობას და მათ შორის იმ საკითხების გათვალისწინებას სამომავლოდ, რომელიც მათი მხრიდან იქნება დაყენებული. შევხვდით ჩვენი უბნის მოსახლეობას, იმ მოსახლეობასთან, რომელთანაც 4 წელია თანამშრომლობთ. მომავალი 4 წლის განმავლობაში შესრულდება პროექტები, რომელიც გაღალამაზებს და უფრო მეტ განვითარებას შეძლებს ჩვენ ქალაქს. ამ 4 წლის განმავლობაში იმდენი რამე გაკეთდა ქალაქ რუსთავში, ალბათ ამ 40 წლის განმავლობაში არასდროს არ გაკეთებულა. თელმა რუსთაველებმა, ვინც რუსთაველია და ვისაც რუსთავისთვის გული შედგება, უნდა თქვას დიდი კი.